Ჩვენი პირველი ბლოკის თემა დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისთვის ეს გახლავთ ასეთი პროექტი შვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტი, რომლის წარმომადგენელიც ბატონი პაატა გურგენიძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ჩვენი მეორე სტუმარია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენელი ზაურ ხალილოვი. ეს პროექტი სამწლიანია და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კავკასიური ინსტიტუტის გარდა ეს არის სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი და კიდევ არის პარტნიორული ორგანიზაცია ჟურნალისტ გამომძიებელთა ასოციაციის კვლევითი ცენტრი რეგიონი, ხოლო აზერბაიჯანში პროექტის პარტნიორი არის აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. ამ ორგანიზაციებს ადრეც უთანამშრომლიათ ერთად და ამ თანამშრომლობას მოყვა კავკასიის ჟურნალისტთა ქსელის შექმნა. აი ამ ქსელის საშუალებით გვინდოდა ეხლა ამ პროექტის პარალელში უკვე რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიური უმცირესობათა ინტეგრაციის სამოქალაქო ინტეგრაციისთვის ხელი შეგვეწყო. ანუ ეს არის საბოლოო მიზანი პროექტის, ხო, საქართველოს რეგიონებში, რომელიც აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნიკური უმცირესობებით არის მჭიდროდ დასახლებული, სამოქალაქო საზოგადოების ხმა უკეთესად გაისმას ნაციონალურ დონეზე და რეგიონულ დონეზე, თუ სამხრეთ კავკასიაზე ვლაპარაკობთ და პირიქით. კარგი, ზაურ, თქვენი როლი რა არის ამ პროექტში? ორგანიზაციის როლი არის ამ ორ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში, სადაც უშუალოდ ჩვენ გავხსენეთ მედია ცენტრები და ამ მედია ცენტრების თქოთ შექმნა და შემდგომში მუშაობის კოორდინაციას ახორციელებს ჩვენი ორგანიზაცია. ეს მედია ცენტრები ემსახურება ადგილობრივ მედიას, ამ მედია საშუალებების, თქოთ ჟურნალისტების გატრენინგება ხდება ამ მედია ცენტრში, მათი თვითონ ამ მედია ცენტრის საშუალებით ჩვენ ახორციელებს ხოლმე ინტერნეტ დისკუსიებს, აგრეთვე მანდ არის აღჭურვილობა, თქოთ კომპიუტერები და სხვა სახის ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ჟურნალისტებს რომ მოვიდნენ და იმუშაონ თქოთ ამ მედია ცენტრებში. ეს არის ღია აბსოლუტურად ყველა მედია საშუალებისთვის. პროექტების პრეზენტაცია გვინდოდა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაში. შეიძლება ადგილობრივი ძალების მიერ რაღაც გადაწყვეტს კავკასიის ქვეყნებში, საქართველოში, რეგიონებში შეიძლება რაღაც კონკრეტული მიზანი იქნეს მიღწეული და აუცილებელი არ არის თქვა ცევზიანად შეუგულდეს როგორც ხდება ეს ყველაფერი შეერთებულ კატეგორიულ ევროპაში. ეს არ არის ზოგადი თეორიული საუბრები დემოკრატიაზე. აქ შეიძლება იყოს პრობლემური საკითხები, კონკრეტული საკითხები, დაწყებული ვთქვათ, სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ პრობლემატური საკითხიდან დამთავრებული განათლების ჯანდაცვის სისტემით. პროგრამა ხორციელდება ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულისა და გარდაბანის ოფისებში, რომელიც ჩვენი პროექტების მიერ არის შექმნილი. რა მიზანს უნდა მიაღწიოს პროექტის დასრულებისთვის? 3 წლის შემდეგ ჩვენ უნდა გქონდეს მიღწეული ის რომ ეს ადგილობრივი ჟურნალისტები აიმაღლონ თავიანთი შესაძლებლობები როგორც ჟურნალისტებმა, ისინი ჩართული იყვნენ ამ კავკასიის ჟურნალისტთა ქსელში და შეეძლოთ მათი სერვისებით სარგებლობა და აქტიური ქსელის მონაწილეები იყვნენ. ბეჭდვითი მედია პროდუქციის გარდა სატელევიზიო თოქ-შოუები და სატელევიზიო ნაწილი ამ მედია კამპანიის, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ იმ თემებზე, რომელიც ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საინტერესო, ან ამ რეგიონების მოსახლეობის პრობლემებზე მოუთხრობს უკვე თბილისის, ერევნის, ბაქოს აუდიტორიას და მედია კამპანია იქნება ნაწილობრივ იმის ხელშემწყობი, რომ ამ მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს, მათ პრობლემებზე სხვების ინფორმირება მოხდეს და ამ მხრივ ხელი შეეწყოს მათ ჩართულობას მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხოლო სხვა ნაწილი ამ პროექტის იქნება მხარდაჭერა იმის, რომ ეს პროექტის დამთავრების შემდეგ ეს ინფორმაციული გაცვლა არ შეწყდეს. Am ერთი წლის განმავლობაში, ერთი წელია ხო უკვე პროექტი მიმდინარეობს. კონკრეტულად რა გაკეთდა უკვე? აი ამაზე თუ შეგიძლიათ რომ ისაუბროთ.
პირველი წელი მაინც იყო უფრო დასაწყისი უკეთესად გავცნობოთ ამ საჭიროებებს და პროექტის მიზნები და აქტივობები მოგვერგო ამ საჭიროებებზე. აი 4 ქალაქში გავხსენით ეს მედია ცენტრები და აღჭურვეთ. გარკვეულწილად უკვე რაღაც ნაწილი ტრენინგების ჩავატარეთ, რაც პირველი წლის გეგმით ჰქონდა გათვალისწინებული და უკვე დაიწყო მედია პროდუქციის შექმნა, რომელიც პროექტის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისში 3 გაზეთი თანამშრომლობს 24 საათი, სვობოდნაია გრუზია და რეზონანსი. რეგიონული გაზეთები თანამშრომლობენ ქვემო ქართლში ტაიმერი, ხოლო სამხრეთ-ჯავახეთში კარიბჭე, სამხრეთის კარიბჭე. ყავს პარტნიორი გაზეთები სომხეთში და აზერბაიჯანში, 12 გაზეთი, რომელიც მუდმივად თანამშრომლობს და კიდევ ეს თანამშრომლობა შეიძლება გაიზარდოს მომავალშიც და არის ისეთი გაზეთები, რომლებიც ეპიზოდურად, მაგრამ მაინც თანამშრომლობენ ჩვენ პროექტთან. ეს ჩარჩო თანამშრომლობის ჩვენ განსაზღვრული გვაქვს როგორც გაზეთების კონსორციუმი, ანუ ამ გაზეთების რედაქტორების უკრებავთ ჩვენ, მათგან ვიგებთ აი ამ ჩვენი მიზნობრივი ჯგუფისთვის საინტერესო რა სტატიების აკვეთა უნდათ, რომელსაც გამოაქვეყნებდნენ თავიანთ გაზეთებში და შემდეგ აი ამ თემებზე სტატიებს უკვეთავთ ქსელის ჟურნალისტები. მედია კამპანიის მეორე ნაწილი ხორციელდება სატელევიზიო თოქ-შოუების საშუალებით. ჩვენ გვინდა რომ უმეტესობა ესეთი იყოს, ინტერაქტიული იყოს და ეს ინტერაქცია მოხდეს, ესე იგი ჩვენი მიზნობრივი ჯგუფის ჟურნალისტებთან, რომლებიც ამ გადაცემის ჩაწერას უყურებენ და ისმენენ ინტერნეტით და ინტერნეტითვე სვამენ გადაცემის მონაწილეებისთვის კითხვებს. აი ეს მედია კამპანია არის ერთი ნაწილი ხო პროექტის და სხვა ნაწილები, როგორც თქვი, ეს არის თვითონ ჟურნალისტების უნარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული. აქ ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ჟურნალისტებს არა მარტო ჩვენ ტრენინგებს დაესწრონ, არამედ აი ამ ინტერვიუები თავიანთ საინტერესო პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ამასაც ინტერნეტული საშუალებებით ვაკეთებთ სამივე ქვეყანაში სამხრეთ კავკასიის. ვაძლევთ საშუალებას რომ რაღაც დისკუსიები შეგვიკვეთონ, სადაც მათთვის საინტერესო ექსპერტებს მოვიწვევთ, ამასაც ინტერნეტული გზით ვაკეთებთ. ასევე საშუალებას ვაძლევთ რომ რაღაც კითხვები თქვათ იურისტებს დაუსვან. სამივე ქვეყნიდან ყავთ ესეთი იურისტები, რომლებიც პასუხს გაცემენ ჩვენი ჟურნალისტების კითხვებს. Очень хорошее начало для развития журналистики в нашем регионе. И приветствую, что вот такая организация, как здесь появилась, будет более плодотворно действовать на развитие и расширение, и разбивку вакуума в нашем регионе, в Самске-Джавахете. ერთიანი ეროვნული გამოცდების თემა საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ამ თემასთან მჭიდრო კავშირშია, მიზეზ შედეგობრივ კავშირშია სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემა. ზუსტად ამ პრობლემაზე სასაუბროთ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი თინა ბოლქვაძე. თინა ბოლქვაძე მე ვიხდი ბოდიშს და ბატონი პაატა პაპავა, ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. არაქართველებს ასე მგონია, რომ არ აქვს შეღავათები. ციხის ნომერ 3 სომხური სკოლის მე-10 კლასის ეს მოსწავლე პოტენციურად ერთ-ერთი მათგანია, ვინც სწავლის გაგრძელება შესაძლოა სასონხეთში არჩიოს.